მოდით ზაფხულს შევხვდეთ მარწყვის ტორტით, რომლის გამოცხობას შეძლებს ყველა. ბისკვიტისთვის კვერცხს დავუმატეთ შაქარი, ზეთი, გამამხმარებელი და ვანილი. გადაურიეთ ეს ყველაფერი და შემდეგ დავუმატეთ კაკაო და ფქვილი. ისევ გადაურიეთ და გადაიტანეთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე გამოსაცხობ ფორმაში. ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. მე როგორც ყოველთვის ჩემს საყვარელ ფრეკენბოკის საცხობ ქაღალდს ვიყენებ და გამოვაწყვეტ 105 გრადუსზე 25-30 წუთით. ახლა მოვახარშოთ კრემი. თუ გსურთ სხვა კრემი გამოიყენეთ, მაგრამ მოხარშული კრემი ჩემთვის ნომერ პირველია. შაქარი, ზე და ფქვილი კარგად გადაურიეთ. აუცილებლად გადაწურეთ საცერზე, იმისთვის რომ არ გაყოს გაუხსნელი ნაწილები. დადგით დაბალ ცეცხლზე, გაუნდმებით ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დავუმატეთ კარაქი. კარაქი რომ გადნება, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და დააფარეთ საკვები ცელოფანი ისე რომ შემხებლობაში იყოს კრემთან. სანამ კრემი გრილდება, მარწყვი დაჭერით წვრილად. გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე. დანამეთ შაქრის სიროპით, მაგრამ ძალიანაც არ დაალბოთ. წაუსვით კრემი, უხვად, ისე რომ არ დაგენანოთ. გადაიტანეთ მარწყვი, დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, მხოლოდ ამოტრიალებული. ისევ დანამეთ, ისევ არ დაალბოთ და ბოლოს მორთეთ კრემით და მარწყვით. ცოტა ხანი დააყენეთ მაცივარში, რომ გემოები გაუждდეს და გემრიელად მიირთვით.